ბიძინა ივანიშვილმა განიზრახა გამოეცხადებინა ქალაქების გაუქმების კვირეული და ეს ყველაფერი ხდება ადგილზე საკრებულოების გადაწყვეტილებით. თქვენ კადრში ხედავთ საკრებულოს წევრებს, ამ შემთხვევაში 4 ქალაქისას, რომლებმაც ერთპიროვნულად მხარი დაუჭირეს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო ბიძინა ივანიშვილმა. ეს გულისხმობს ქალაქებისათვის თვითმმართველი სტატუსის ჩამორთმევას. დღეს ასევე 2 ქალაქში, ოზურგეთში და ზუგდიდში იმართება საკრებულოს სხდომები, სადაც იგივე გადაწყვეტილებას დარწმუნებული ვარ მიიღებენ ზუგდიდის და ოზურგეთის საკრებულოს წევრები. ერთადერთი გამოსავალი, რომელიც არსებობს იმისთვის, რომ არ მოხდეს ამ კონკრეტული ქალაქების სტატუსის გაუქმება, არის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს საქართველოს პრეზიდენტმა. ჩვენ მოუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს სასწრაფოდ დანიშნოს არჩევნების დღე, გამოაცხადოს არჩევნების დღე. ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივად ოქტომბერში ნებისმიერი თარიღი, რომელიც უკვე მოგცემს საშუალებას და აი ამ ქალაქების მაცხოვრებელს, ჩვენს ქვეყანას მისცემს იმის საშუალებას, რომ ჩაიშაროს ის მზაკრული გეგმა, რომელიც მიიღო ბიძინა ივანიშვილმა ქალაქების სტატუსების გაუქმებასთან დაკავშირებით.